ჩუახალაის მიერ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის მიერ აქციის მხარდაჭერას და 26 მაისს დაანონსებულ პროტესტს უკვე გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. რაც უნდათ ის დაანახონ ერთმანეთს, რაც უნდათ ის ელაპარაკონ ერთმანეთს, ამ ადამიანების სიტყვას, რომ ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის არ აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად 26 მაისს ერთადერთი რაც მოხდება, ისედაც განადგური ოპოზიცია კიდევ უფრო განადგურდება. ხა რისი დამხობის უნარი აქვთ ამათ, ეგ სხვა საკითხი არის და დამხობით ერთმანეთს თუ დაამხობენ მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს ადამიანი რომ არა მხოლოდ საკუთარს, არამედ მთლიანად რადიკალური ჯგუფების გზავნილ საჟღერებს, ეს არის ფაქტი. იმიტომ ეს ადამიანები არიან დამხობაზე მეოცნები ადამიანები და ეს დამხობა რას ნიშნავს? სინამდვილეში საქართველოს განადგურებასა და სისხლის ზღვრას. ჩვენ ეს სცენარი გვაქვს 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ნანახი, მაგრამ ის არასდროს აღარ განმეორდება, ამიტომ ამ ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის დამხობა მოუწევთ. სააკაშვილი რასაც ეთხოვდა, იმის რეალიზებასაც მეტნაკლებად ახდენდა 2012 წლამდე და ეს ქვეყანა კინაღამ აღგავა პირისაგან მიწისა. სააკაშვილის სურვილებს აქ ნაკლებად აქვს აქტუალური ადგილი, მთავარია რა სურს ქართველ ხალხს. მათ ჩუახალაიას სხვა ფერა მეტი არ ეხერხება, უბრალოდ მათ ის ფიქრობს, რომ მეტი არ ეხერხება. ძალადობა რომ მისი ხელწერაა და ხა როგორი არის მათ 2013-12 წლებში ამაზე საზოგადოების ყურადღებას კიდე დამატებით აღარ დავამძიმებ. მუქარა, დამხობის მცდელობა, მისი ამ ყველაფრის პროპაგანდა, ამ ყველაფრის სურვილები მარტო ასეთ თქვა პირად გამონათქვამებში ვერ ჯდება. დღეს მათი უნარი არის ნულამდე დაყვანილი რაიმე არსებითი მოახდინონ საზოგადოების და ხალხის საწინააღმდეგოდ. ჩვენ 26 მაისს ქართულ ხალხთან ერთად აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი სიტყვა. კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ხალხმრავლობით, ოჯახებთან ერთად ყოფნით და დგომით, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის შესახებ ჩვენს ქვეყანაში უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, ხოლო კოლექტიური ნაცმოძრაობა საერთოდ იქამდე კი შეიძლება მივიდეს, რომ მაგალითად დიდი პატივისცემით თითოეულ ჯარისკაცთან, თითოეულ ჯარისკაცები, რომლებიც მაგალითად ფიცს დადებენ, შესაძლებელია ისინი საკუთარ მომხრეებად გაასაღონ, აი აქამდე შეიძლება დაესწრენ ეს ადამიანები, რომლებიც ფსკერის ყოველ განცხადებაში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოულობენ.